ვარ ანა მარია ქობულაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის 22 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა და ცეკვა. ხატვაზე არ დავდივარ, მაგრამ ვარ თვითნასწავლი მხატვარი. 4 წლიდან დავიწყე ხატვა. ჩემს ნახატებს არ ვაქრო, მაგრამ ძალიან ლამაზად თუ გამომდის ვინახავ. ერთხელ დავხატე ძალიან ლამაზად გოგო. ყველაზე ხშირად ვხატავ გულებს. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი. არ მეყვარს ნაცრისფერი. იმიტომ რომ ნახატებს აფუჭებს. ჩემი ნახატები არ გამიყიდია, მაგრამ გამიჩუქებია. ყველაზე ხშირად ვჩუქნი დედიკოს. ნახატების გაყიდვას არ ვაპირებ, მაგრამ $10 მილიონ გავხდი. მინიმალური ფასი იქნება 50 ლარი. გამოფენა არ მქონია, მაგრამ მინდა რომ მოვაწყო. გამოფენა იქნება თბილისში. ჩემთვის კომფორტულია ფანქრებით ხატვა. ყველაზე რთული ძაღლის დახატვა. ყველაზე მარტივია სახლის დახატვა. ისე ცხოველები ძალიან მეყვარს. ჩემი საყვარელი ცხოველი არის ძაღლი. გარავინ ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს ვეფხვი. ასევე ძალიან მეყვარს ცეკვა, მაგრამ ცეკვაზე არ დავდივარ. ჩემი აზრით ცეკვაზე შევალ 1 წელში. პირველ რიგში უნდა ვისწავლო მთიურული. სკოლიდან რომ მოვდივარ, თავს სიმღერას და ვცეკვავ. ჩემი სოლო კონცერტი უნდა იყოს ამერიკაში. საკონცერტო აფიშა ესეთი იქნება. ამ აფიშაზე უნდა ვიყო მეც ისფერ ტანსაცმელში. ბილეთის ფასი იქნება $10. ძალიან მომწონს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებლები და კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ემილი ჩიხაძე. ყველაზე მშვიდი ანდრე ჯაიანი. ყველაზე ცელქია ანდრე ჭაღალიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და ლამაზი. საყვარელი მასწავლებელია ნელი აბაშიძე. იმიტომ თბილია და ლამაზი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავად. და ბავშვებს ვასწავლე ქართულ ცეკვას. მეყვარს საქართველო, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და კარგი საჭმელები გვაქვს. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედა ჩემი და მამა ჩემი. კიდევ მინდა მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია ანრი. ანრი არის თბილი და მხიარული. მამა არის სიმპათიური, საყვარელი და მამაცი. მე ვარ მამაკაც გოგო. დედიკო არის ლამაზი და საყვარელი და არის კარგი დიასახლისი. აკეთებს უგემრიელეს საჭმელი. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. აგნის ლავზე შემიძლია 6 ცალი ხინკალი შევჭამ. მე ვარ მეგობრული, ლამაზი და გურჯილი. ყვავილებიდან გავარ იას. მეყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის ბემბი. ასევე მეყვარს ფილმების ყურება. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. მინდა მაგ ფილმში გერმიონას როლს თამაშობდე. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავეჩადე პრინცესის სასახლეს. უნდა იყოს 5 სართულიანი და უნდა იყოს ეზოში ცხენი. ამ სასახლეში ცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი. და ვებხვსაც მაგ დავაბინავებდი. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. საქართველოს გარდა სად ცხოვრობდა? ასეთი გამოვალი სიტუაცია რო იყოს, მე ვიცხოვრებდი თურქეთში. ანა მარია დამარქვა დედიკომ და ჩემი სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანა მარია რომ მერქოს მერქნევდა სოფია. დედიერება არის, როდესაც ადამიანი ძალიან გიყვარს და კარგი ოჯახი გყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.